უნდა იყვნენ თუ არა ტრანსგენდერები, ანუ ბიოლოგიური კაცები ქალთა სპორტში. შეერთებულ შტატებში დღეს ეს საკითხი დაპირისპირების და კამათის უმთავრესი თემაა. რა თქმა უნდა, ამერიკელების ჯანმრთელი უმრავლესობა ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება კაცების მიერ ქალების რინგზე ცემას, სტადიონებზე და სპორტულ დარბაზებში დაჩაგვრას და ზოგადად ქალთა სპორტის ქალებისთვის წართმევას. მაგრამ მეორე მხარეს ამ შიზოფრენიის მომხრე უმცირესობას ისეთი ლობი ხავს და ისეთი პროპაგანდის საშუალებები აქვს, რომ მათი ისტერიული LGBT აქტივიზმი საკმაოდ ხმამაღლა ისმის მთელი ქვეყნის მასშტაბით. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა იგივე Deep State რესურსებს არ იშურებს იმისთვის, რომ გარყვნილების პროპაგანდა რაც შეიძლება მასშტაბური და ყოვლისმომცველი იყოს. აფინანსებენ ყველას, ვინც მზადაა რეკლამა გაუკეთოს LGBT ღირებულებებს, გაუკუღმართებული ცხოვრების წესს, ბავშვების გარყვნას და რა თქმა უნდა ქალების სპორტში ჯელი მამრების მონაწილეობას. ტრანსები ქალთა სპორტში უკვე ისეთი საყოველთაო და ყოველდღიური დაპირისპირების საკითხია, რომ გაჩნდნენ კონკრეტულად ამ თემის ექსპერტები და ანალიტიკოსები. ადამიანები, რომლებმაც მთელი კარიერა აიწყეს იმაზე, რომ კაცების ქალთა სპორტში მონაწილეობას ლობირებენ, ან გმობენ. მაგალითისათვის ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი ყოფილი მოცურავე რაილი გეინსი. გეინსი ტრანსგენდერებისაგან ქალთა სპორტის დაცვის ნამდვილი სიმბოლო გახდა. უნდა ითქვას, რომ სრულიად დამსახურებულადაც. ჯერ იყო და 2 მეტრიანმა ტრანსგენდერმა მამრმა ლია თომასმა რაილი გეინსი მთელი სპორტული კარიერის გარეშე დატოვა. ეს რომ გააპროტესტა და ქალების სპორტში კაცების მიუღებლობის შესახებ განცხადებები გააკეთა, LGBT აქტივისტებმა კინაღამ ჩაქოლეს. ყოველივე ამან გეისის სპორტულ კარიერას ვერ უშველა, სამაგიეროდ უფლება დამცველის სახელი და პოპულარობა კი მოუტანა. ამერიკაში სატელევიზიო შოუ და დებატი ქალთა სპორტში ტრანსების ყოფნასთან დაკავშირებით გეინსის გარეშე ფაქტობრივად უკვე წარმოუდგენელია. ყოფილი სპორტსმენი სამართლიანობისთვის ბრძოლის ყველაზე ცნობადი აქტივისტი და ექსპერტი გახდა. სოციალურ ქსელ X-ზე მას 1,5 მილიონი გამომწერი ჰყავს, რაც მას კიდევ უფრო პოპულარულს და აქტუალურს ხდის. ბუნებრივია რაილი გეინსის ასეთი საზოგადო მოღვაწის თავბრუდამხვევი კარიერა ბევრს არ მოეწონა, კიდევ უფრო მეტ შეშურდა და როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, მთელი ძალით ამოქმედდა შავი პიარი. საუკეთესო შავი პიარი კი ისაა, რომელსაც საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანი აკეთებს. ასე რაილი გეინს LGBT ორგანიზაციებმა და ტრანსგენდერულმა ფონდებმა ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ტანმოვარჯიშე ქალი, ოლიმპიური ჩემპიონი სიმონ ბაილსი დაუპირისპირეს. ბაილსი, რომელიც ქალია და სპორტსმენია, წესით და რიგით სპორტსმენი ქალების ინტერესების დამცველი უნდა იყოს და არა ბიოლოგიური მამრების, რომლებიც მის კოლეგებს სპორტულ კარიერას უნგრევენ. მაგრამ როგორც ჩანს, საზოგადო მოღვაწის კარიერა ბაილსისთვის ძალიან მომხიბვლელი აღმოჩნდა, იმდენად რომ ქალი სპორტსმენების ინტერესები ძალიან მარტივად დააიგნორა. არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველებმა, იგივე Deep State-მა ბაილს რაილი გეინსის საწინააღმდეგო კამპანიისთვის, როგორც ჩანს, იმდენი ფული გადაუხადა, რომ ტანმოვარჯიშე ჩემპიონმა ყოფილ მოცურავეს იმის გამო, რომ ქალთა სპორტში ქალების ინტერესს იცავს, სულ ავადმყოფი და წარუმატებელი უწოდა. ბაილსი იმდენად ღრმად გადაეშვა გარყვნილების პროპაგანდაში, რომ შუბლზე ძარღვიც არ შეტოკებია, ისე განაცხადა, რომ ტრანსგენდერი მამრები ქალთა ყველა სპორტულ სახეობაში უნდა დაიშვებოდნენო. გეინსმა, როგორც იტყვიან, პასუხისთვის ჯიბეში ხელი არ ჩაიყო და თავის გვერდზე უპასუხა ოპონენტს. სიმონ ბაილსი აშკარად მამაკაცების აპოლოგეტიაო წერს გეინსი, ოღონდ ახალგაზრდა გოგონების ოცნებების ხარჯზეო. თანამედროვე დასავლურ კულტურაში გარდატეხის წერტილს ვადევნებთ თვალყურს. წერტილს, სადაც ჭეშმარიტების გაჟღერება მიზანში ამოღების მიზეზად იქცა. ხოლო ბუნებრივ სქესზე დაფუძნებული სპორტი თანასწორობის იდეოლოგიური ექსპერიმენტების მსხვერპლად. ქალთა სპორტს, რომელსაც 10 წლეულები დასჭირდა საკუთარი ავტორიტეტის, პრესტიჟისა და სამართლიანი პირობების მოპოვებისთვის, დღეს ფუნდამენტურად ეჭვქვეშ აყენებენ ისინი, ვისაც არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე Deep State-ის დაკვეთით, ბიოლოგიური მამაკაცების ნამდვილ ქალებად აღიარება სურთ. ეს არ არის პროგრესი, ეს არის რეგრესის ნიღაბი, რომელიც
სამართლიანობის ენით ლაპარაკობს, თუმცა სამართლიანობას ფეხქვეშ თელავს. როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქალი სპორტსმენი, ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონ ბაილსი, უერთდება ტრანსგენდერული ლობის დაუსაბუთებელ რიტორიკას და აგრესიულად ესხმის თავს ბიოლოგიური ქალების უფლებების დამცველებს, როგორიცაა რაილი გეინსი. ეს უკვე პიროვნული პოზიცია აღარ არის, ეს კულტურული განგაშია, რომელიც არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე deep state-ის დაქვემდებარებულ საზოგადოებაში მოქმედ მძლავრ იდეოლოგიურ მანქანას გამოხატავს. ბაილსი, რომელიც ქალთა სპორტის სადარაჯოზე უნდა იდგეს, სამწუხაროდ იმ ძალების სასარგებლოდ საუბრობს, რომლებიც ქალების ხანგრძლივი ბრძოლის შედეგებს წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ანგრევენ. ამ კონფლიქტში ცხადად იკვეთება ერთდროული ბრძოლა ორ სამყაროს შორის. ერთი, რომელსაც ჯერ კიდევ სწამს სიმართლის, ბიოლოგიისა და სამართლიანი კონკურენციის და მეორე, რომელსაც არც ხვენია თვით ოლიმპიური წესების გადასხვაფერებაც კი რათა იდეოლოგიური თანასწორობის ილუზია დაამკვიდროს რეალობის ხარჯზე. დღეს აღარ არის დრო დუმილისა. ეს არ არის უბრალოდ დებატები ტრანსგენდერთა უფლებებზე. ეს ბრძოლაა ქალთა სივრცეებისა და ბუნებრივი განსხვავებების შენარჩუნებისთვის. ეს არის შერკინება სიმართლესა და იდეოლოგიურ ძალადობას შორის, რომელიც არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის, იგივე deep state-ის დაკვეთით მოქმედებს. და სწორედ ამ ბრძოლაში სიმართლის თქმაც კი გმირობის ტოლფასად იქცა. თუმცა არსებობენ ქალები, რომლებმაც საკუთარ ტყავზე გამოსცადეს ბიოლოგიური უსამართლობის მკაფიო განცდა. ერთ-ერთი მათგანია რაილი გეინსი, ამერიკელი მოცურავე, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა, რას ნიშნავს ქალთა სპორტში ბიოლოგიური უსამართლობა. 2022 წელს მან იასპარეზა ლია თომასთან ერთად, ბიოლოგიურ მამაკაცთან, რომელიც მოგვიანებით ქალად თვით იდენტიფიცირდა და ამავე კატეგორიაში ასპარეზობდა. დიახ, ეს უკანასკნელი საკუთარ თავს ქალად წარმოგვიდგენდა, რის გამოც რაილისთვის არაჯეროვანი და უსამართლო კონკურენცია შეიქმნა. მისი ძალისხმევა ვარჯიში და ოცნებები სწორედ ამ ახალმა რეალობამ დააყენა საფრთხის ქვეშ. რეალობამ, რომელიც ბუნებრივი სქესობრივი განსხვავებების უგულებელყოფაზეა დამყარებული და რომელიც ქალთა სპორტის სამართლიანობას დომინანტურად აზარალებს. გეინსი ამ გამოცდილებამ აიძულა ხმა ემაღლებინა ქალთა სპორტში არსებულ უთანასწორობაზე, რომელიც სწორედ ბუნებრივი სქესობრივი განსხვავებების უგულებელყოფით იქმნება. ამ შემთხვევამ ყველაფერზე დამაფიქრა. თუ ჩვენ როგორც ქალი სპორტსმენები არ ვართ მზად საკუთარი თავის დასაცავად, როგორ შეგვიძლია ველოდოთ, რომ სხვა დაგვიცავს? სწორედ ამან მიბიძგა საჯაროდ დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია და მეთქვა. რატომ არის საზიანო, როდესაც ბიოლოგიური მამაკაცები ქალთა სპორტსა და გარემოში თავს იმკვიდრებენ? ამ გამოცდილებამ და გულწრფელად რომ ვთქვა, ამ საკითხის საჯაროდ გამოხატვამ, საღიაზრისა და ჭეშმარიტების საფუძველზე სამუდამოდ შეცვალა ჩემი ცხოვრება. ამჯერად რაილი გეინსმა, როგორც არამხოლოდ ყოფილმა სპორტსმენმა, არამედ როგორც სიმართლის ხმამაღალმა გამტარებელმა საზოგადოებაში, თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მინესოტას გოგონათა საშუალო სკოლის ბეისბოლის გუნდის წევრები არიან გამოსახული და სადაც ბიოლოგიური ბიჭი მოთამაშეც ფიგურირებს. ტრანსგენდერი მოთამაშე, რომელმაც მინესოტას შტატის ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო, არის მარისა როთენბერგერი, რომელიც ჩამპლინ პარკის საშუალო სკოლის გუნდის წევრია. ამ გუნდის გამარჯვებამ, რომელშიც როთენბერგერი წამყვანი მოთამაშე იყო, გამოიწვია მწვავე დებატები ქალთა სპორტში ტრანსგენდერი სპორტსმენების მონაწილეობის შესახებ. თავისთავად გეინსმაც არ დააყოვნა და ჩამპლინ პარკის საშუალო სკოლის გუნდის გამარჯვება გააკრიტიკა. სხვას რას უნდა ელოდე, როცა შენი ვარსკვლავი მოთამაშე ბიჭია? ტრანსგენდერთა სადარაჯოზე ამჯერად თვით ოლიმპიური ტანვარჯიშის ჩემპიონი სიმონ ბაილსი გამოვიდა. სპორტსმენი, რომელიც ბოლო პერიოდში ტრანსგენდერთა იდეოლოგიის აქტიურ მხარდამჭერად მოიაზრება. მან მწვავედ გააკრიტიკა ქალთა სპორტში მონაწილე ტრანსგენდერი სპორტსმენების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიტიკოსი და ყოფილი მოცურავე რაილი გეინსი. ბაილსმა საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა ბიოლოგიური მამაკაცების ქალთა სპორტში მონაწილეობის მიმართ და გეინსის პოზიცია საზიანო და აგრესიულ შეხედულებად შეაფასა. დაპირისპირება იმდენად გამწვავდა, რომ ბაილსმა გეინს მორალური სნეულების მქონე, ფაქტობრივად ავადმყოფი უწოდა, რითაც კიდევ ერთხელ დაეშვა იმ იდეოლოგიური ძალადობის დონემდე, სადაც სიმართლის თქმისთვის ადამიანს არათუ აჩუმებენ, არამედ ცდილობენ მისი მორალური დისკრედიტაციაც მოახდინონ. რაილი გეინს, შენ ნამდვილად ავადმყოფი ხარ.
მთელი ეს კამპანია იმიტომ აწარმოე, რომ რბოლა წააგე. ყველანაირად დამარცხებულო. შენ ტრანსგენდერი ადამიანების დაცვა და მათთვის ხელშეწყობა უნდა ისწავლო. უნდა ეცადო, რომ სპორტი ყველასთვის ინკლუზიური გახდეს. ან სულ ცოტა იფიქრო იმაზე, როგორ შეიქმნას ცალკე სივრცე, სადაც ტრანს ადამიანებიც უსაფრთხოდ და თანაბრად იგრძნობენ თავს. მაგრამ ამის ნაცვლად თქვენ მათ აშინებთ. ერთი რამ ცხადია, სპორტში არავინ არის უსაფრთხოდ შენს გვერდით. თუმცა ყველაფერი ასე არ დასრულებულა. ვითარება სწრაფად გადაიზარდა ღირებულებით ბრძოლაში, სადაც ერთი მხარე იცავდა ქალთა ბუნებრივ საზღვრებსა და სამართლიან კონკურენციას, ხოლო მეორე ცდილობდა ბიოლოგიური განსხვავებების წაშლას ერთგვარი თანასწორობის ლოზუნგით, რომელიც თანასწორობაზე მეტად ძალადობრივ იდეოლოგიას ემსახურება. ამან მოვლენებს მხოლოდ სპორტული დაპირისპირების ფორმა არ მისცა. ეს იყო ღირებულებითი შერკინება სიმართლისა და ინდოქტრინაციის, ბუნებრივი წესრიგისა და კონტროლირებულ ქაოსს შორის. ეს იყო დუელი არა ორ სპორტსმენს შორის, არამედ ორ სამოქალაქო ხედვას შორის. ერთს, რომელიც ცდილობს რეალობის პატივისცემით იცხოვროს და მეორეს, რომელიც რეალობას საკუთარი სურვილისამებრ გარდაქმნის. თუმცა ეს ღირებულებითი დაპირისპირება მხოლოდ საზოგადოებრივ დონეზე არ დარჩენილა. ის სამართლებრივ სივრცეშიც გადავიდა. სპორტის სფეროში ბიოლოგიურ სქესსა და სამართლიანობაზე მომუშავე აქტივისტების დაუღალავმა ბრძოლამ შედეგი უკვე გამოიღო. ნებრასკა გახდა მორიგი შტატი, რომელმაც კანონით აკრძალა ტრანსგენდერი მოსწავლეების მონაწილეობა გოგონათა სპორტში. ეს კანონი განსაზღვრავს, რომ გოგონათა სპორტი განკუთვნილია მხოლოდ ბიოლოგიური ქალებისთვის. მათთვის, ვინც ქალად დაიბადა და არა მათთვის, ვინც მოგვიანებით ასე გამოაცხადა საკუთარი თავი. ამით ნებრასკა შეუერთდა იმ შტატების მზარდ სიას, რომლებიც საჯაროდ აფიქსირებენ მკაფიო პოზიციას ქალთა სპორტში ტრანსგენდერი მონაწილეობის წინააღმდეგ და ღირებულებით დილემას, რომელიც ამ თემას თან ახლავს. ნებრასკას გუბერნატორმა ჯიმ პილენმა ხელი მოაწერა ქალთა დაცვის კანონ პროექტს და განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებელი იყო ქალთა სპორტში სამართლიანობის, ბიოლოგიური რეალობისა და ბავშვთა დაცვის მიმართულებით. გენდერულმა იდეოლოგიამ არ უნდა ჩაანაცვლოს სამეცნიერო ფაქტები. ეს კანონი იცავს ბიოლოგიურ ქალებს, მათ შრომას, უსაფრთხოებას და შესაძლებლობებს. ჩვენ არ დაუშვებთ, რომ ბიოლოგიურ მამაკაცებს ჰქონდეთ უპირატესობა ქალთა შეჯიბრებებში. ეს არ არის სიძულვილი, ეს არის სამართლიანობის და სიმართლის დაცვა. დიახ, ეს უკვე არა მხოლოდ ლოკალური პოლიტიკის ნაწილი, არამედ ეროვნული კულტურული კონფლიქტია. ერთ მხარეს დგანან ისინი, ვინც ცდილობენ ბიოლოგიური და ბუნებრივი რეალობის დაცვას, ხოლო მეორე მხარეს ისინი, ვინც თანასწორობის ლოზუნგით ცდილობენ წაშალონ საზღვრები, რომელთაც თავად ბუნება აწესებს. ეს თავდასხმები, როგორც ჩანს, ბაილსის და გეინსის დაპირისპირების მხოლოდ დასაწყისია. გეინსი კიდევ უფრო მეტ მხარდამჭერს გაიჩენს, ბაილსი კი კიდევ უფრო მეტ ფულს იშოვის გარყვნილების დამფინანსებელი ოლიგარქებისგან. ერთი სიტყვით, ყველა კმაყოფილი იქნება, მაგრამ თავარი მაინც ისაა, რამდენად კმაყოფილები დარჩებიან ჯანმრთელი ქალი სპორტსმენები და რამდენად უკმაყოფილონი ტრანსგენდერები. ბოლოს და ბოლოს კაცობრიობის სწორი იდეოლოგიური განვითარება დღეს სწორედ ამაზეა დამოკიდებული. გვერდში 4-ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. ხომ გაგიგიათ, რისი ყიდვა შეუძლებელია ფულით, შესაძლებელია დიდი ფულით. სიმონ ბაილსის ყიდვაც საკმაოდ ძვირი დაჯდებოდა. ბოლოს და ბოლოს ოლიმპიური ჩემპიონი და ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი ქალია ამერიკაში. თუმცა იმიტომ, რომ გაცილებით მეტად გაუმართლა ვიდრე რაელი გეინს. ტანმოვარჯიშე მამრებს მისთვის ჩემპიონობა და ოქროს მედლები არ მოუპარავთ, თორემ ტრანსგენდერების აპოლოგეტი ნამდვილად ვერ გახდებოდა. დროებით